ვარდია ფუტკარაძე 10 წლის. სწავლა მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ცეკვა ანსამბლ შევარდენში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ფეხით წვერებზე დგომა. დანარჩენი ყველაფერი ადვილი იყო. შევარდენში ჩემი ქორეოგრაფები არიან ზვიად ბოლქოვაძე და ნინი ჯაფარიძე. შედარებით კაცრია ზვიად მასწავლებელი. ნინი მასწავლებელი არის უფრო მხიარული და უფრო ლამაზი. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს ფინალი. ასე რომ ვთქვი. უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი და უფრო მომეწონა პირველი. იმიტომ რომ გასტროლებზე ვიყავი ალანიაში. კარგადაც გავერთეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. მე მინდა კონცერტი მქონდეს იტალიაში. მე მალე მექნება კონცერტი ჯერ თბილისში და მე იტალიაში. კიდე მინდა კონცერტი მქონდეს ამერიკაში. კონცერტის მერე ჩემი ძმა სულჩუქნის ყვავილებს. ყვავილებიდან ჩემი აზრით მე ვგავარ ბუტიას, ასე რომ იკვინება. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ძაღლი. კიდე მინდა მყავდეს ერთი და ერთი კნუტი. ჩემი ძმა არის 25 წლის და ქვია ბეკა. ის არის მხიარული, ცოტა ჭკვიანი და ჩემი ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა საჭმელს ვაკეთებ. მამიკო არის შრომელი, საყვარელი და სიმპათიური. მე ვარ მამიკას გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხარჩო. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. სხვათა შორის საჭმელების გაკეთება მე ძალიან მიყვარს და ძალიან კარგადაც გამომდის. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო ყველიანი მაკარონი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ნამცხრების გამოცხობა. ჩემი პატარა ოცნება რომ მქონდეს ჩემი რესტორანი. ამ რესტორანს დავარქმევ დიდიაკოს. ჩემი რეცეპტით გამოგონებული მაქვს ერთი ნაყინი. თუ გინდათ გასწავლით ამ ნაყინის გაკეთებას. ვიღებ თეთრ ნაყინს, ვჭრით ბალს და ვჭრით კლიავს. შემდეგ ვურევთ ერთმანეთში. ისეთი გემრიელი გამოდის, რომ სასურველია ეს ნაყინი მივირთვათ დიდი კოლოტით. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ, რომ კარგი დამრიგებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გაბრიელ გიგატაძე. ყველაზე ჭკვიანია ანდრი ჯინჭარაძე. ყველაზე მშვიდია სანდრო აბაშიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანანო ჯინჭარაძე. მე ვარ ყველაზე ცელქი, მოუსვენარი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია დიანა სანიკიძე. იმიტომ რომ თბილი, ლამაზი და საყვარელია. კიდევ იმიტომ რომ უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ისა ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს და გამიმართლა მასწავლებლებში. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. თუ ცეკვის მასწავლებელი რო გამოვალ, მაშინ გამოვალ მიმტანი. ვიმუშავებ ჩემ რესტორანში და მიმტანიც ვიქნები და დირექტორიც. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 1 წლის, რადგან 1 წლის ბავშვი შეუძლია ყველაფერი და 10 წლის რაღაცებს უშლიან. მიყვარს მურთმინების ყურება და ჩემი საყვარელი მურთმინია მადაგასკარი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემი სკოლის დირექტორი იქნებოდა ჩემი მამიკო. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. პირველად ხატვა უნდა ვიწყო, ვიყავი 2 წლის. ჩემი პირველი ნახატი იყო აბლაბუდა. ახლა დაახლოებით 1 თვეა შევედი ხატვის წრეში და სამოდელოზე. ერთ წრეში შედის ორივე მიმართულება. ეს წრე არის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მაგ ყველაზე მეტად უფრო მიყვარს წეპოთი რაღაცების გაკეთება, მიწებება ან მოწებება. სხვათა შორის ხატვა ძალიან კარგად გამომდის. ყველაზე ხშირად ვხატავ თოჯინებს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი, არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ძალიან მძიმე ფერია და ყველა ნახატს აფუჭებს. ჩემი ნახატებს ისეთი ბედი აქვს, სხვას მოსწონს და მე არა. შეიძლება ესე და გავიხადო? მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ჩემი ნახატები იღებდეს მილიონები და იყოს გამოფენილი მუზეუმებში. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი მამიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომაც მიყვარს ახალი წელი. თოლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშანმა მაგალითად მაჩუქა თოჯინის საწოლი და ახლა მინდა მაჩუქოს ტელეფონი. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 99 წლის და მისი ნამდვილი სახელია ჯუმბერი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემი მეგობარ ანეტა ათაბაკთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასე შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის პლანშეტი. ბედნიერება არის კარგი ამბის გაგება,
კარგი საჩუქარი და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.